ორი სახელმწიფოს პრინციპი, რაც ამ დრომდე მხოლოდ სიტყვები იყო, შესაძლოა რეალობად იქცეს. პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად აღიარების პროცესი 4 ქვეყნით დაიწყო და დომინოს ეფექტით გრძელდება. საერთაშორისო საზოგადოება ახლა გაეროს გენერალური ასამბლეის მოლოდინშია. მიზეზად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისადმი ისრაელის დამოკიდებულებას სახელდება და მაშინ როცა ჰამასი კმაყოფილებას არ მალავს და უკვე საელჩოების გახსნისთვის ემზადება, თელ-ავივიდან მკაფიო გზავნილი გაისმა. ისრაელი დასავლეთ სანაპიროზე პალესტინის სახელმწიფოს არსებობას არ დაუშვებს. დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია და პორტუგალია ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებმაც პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს. გადაწყვეტილების ერთ-ერთ და მთავარ მიზეზად ცეცხლის შეწყვეტაზე ისრაელის მიერ პირობის შეუსრულებლობა სახელდება. ლიდერებს იმედი აქვთ, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მშვიდობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. მშვიდობისა და კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის იმედის აღსადგენად მე, როგორც ამ დიდი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ნათლად ვაცხადებ, რომ გაერთიანებული სამეფო ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს. ეს ნიშნავს უსაფრთხო და დაცულ ისრაელს, სიცოცხლის უნარიანი პალესტინის სახელმწიფოსთან ერთად. ამ ეტაპზე არც ერთი არ გვაქვს. კანადა აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს და გთავაზობთ ჩვენს პარტნიორობას როგორც პალესტინის სახელმწიფოსთვის, ასევე ისრაელის სახელმწიფოს მშვიდობიანი მომავლის პერსპექტივის შექმნაში. ავსტრალია ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს და ეს ნაბიჯი კანადასა და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის ახალი მომენტის შექმნის მიზნით კოორდინირებული ერთობლივი საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილია. პორტუგალიის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს. გადაწყვეტილება მიღებულია პრეზიდენტთან შეთანხმების შემდეგ და პარლამენტში წარდგენილი პარტიების დიდი უმრავლესობის მხარდაჭერით. პორტუგალია ემხრობა ორი სახელმწიფოს შექმნას და მიაჩნია, რომ ეს იქნება გზა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ. პალესტინის აღიარებას კიდევ 6 ქვეყანა გეგმავს, მათ შორისაა საფრანგეთიც. ლიდერები გადაწყვეტილებას სავარაუდოდ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამოაცხადებენ. საფრანგეთს სურს ორი სახელმწიფო, რომლებიც ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად ცხოვრობენ. გსურს ისრაელის სახელმწიფო, რომელიც აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს და პალესტინის სახელმწიფო, რომელიც აღიარებს ისრაელის სახელმწიფოს, პალესტინის სახელმწიფო, რომელიც დემილიტარიზებული იქნება და რომელიც მშვიდობიანად იცხოვრებს ისრაელის გვერდით. გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებით ჰამასი კმაყოფილია, თუმცა ახლა მეტი სურს. დაჯგუფების ლიდერები აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯს პრაქტიკული ზომებიც უნდა მოყვეს და ღაზის სექტორში პალესტინელი ხალხის გენოციდი დაუყოვნებლივ შეწყდეს. დიდ ბრიტანეთში პალესტინის დიპლომატიური წარმომადგენელი კი სხვადასხვა ქვეყანაში პალესტინის მისიის ოფისების საელჩოებად გადაკეთებას აანონსებს. ეს ისტორიული დღეა, რადგანაც ამ დღიდან იწყება ისტორიული სამართლიანობის აღდგენა. ეს აღიარება არ ნიშნავს პალესტინელი ხალხის არსებობას, რადგანაც პალესტინელები ბალფურის დეკლარაციამდე დიდი ხნით ადრე უკვე არსებობდნენ. ეს აღიარება ნიშნავს პალესტინელი ხალხის არსებობისა და ჩვენი თვითგამორკვევის უფლებების უარყოფის დასრულებას. ეს აღიარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საკუთარ მიწასა და წმინდა ადგილებზე პალესტინელი ხალხის უფლებების შესანარჩუნებლად და მათი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთვის. ეს არის ჩვენი ხალხის ბრძოლის, სიმტკიცისა და თავგანწირვის დამსახურებული შედეგი გათავისუფლებისა და დაბრუნების გზაზე. ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს უნდა ახლდეს პრაქტიკული ზომებიც, რომლებიც ღაზის სექტორში ჩვენი პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ სასტიკი გენოციდის დაუყოვნებლივ შეჩერებას გამოიწვევს. ჯილდო ჯიჰადისტური ჰამასისთვის, ასე აფასებს ოფიციალური ისრაელი-პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას. ქვეყნის პრემიერი პირობას დებს, რომ იორდანიის დასავლეთით პალესტინის სახელმწიფო არ და ვერ შეიქმნება. მე მოქვს მკაფიო გზავნილი იმ ლიდერებისთვის, რომლებიც 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ აღიარებენ პალესტინის სახელმწიფოს. თქვენ უზარმაზარ ჯილდოს აძლევთ ტერორს. მე მოქვს კიდევ ერთი გზავნილი. ეს არ მოხდება. პალესტინის სახელმწიფო იორდანიის დასავლეთით არ შეიქმნება. პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა შტატებშიც. ამერიკელი სენატორები ევროპულ ქვეყნებს მუსულმანური ტერორიზმის გაძლიერებაში ადანაშაულებენ. პრეზიდენტი ტრამპი კი გაერთიანებულ სამეფოს პოლიტიკას უწუნებს და განმარტავს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებულ უთანხმოებებში ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ პალესტინის აღიარება იყო. ჩვენ უნდა გავიხსენოთ 7 ოქტომბერი, ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი, ყველაზე ველური დღე მსოფლიო ისტორიაში. მე მომიწია ვიდეოების ნახვა და ამას ვნანობ. ჩვენ გვინდა რომ ეს დასრულდეს, მძევლები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. პალესტინის აღიარების საკითხზე პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებული მოსაზრება მაქვს და ეს ჩვენ შორის არსებული რამდენიმე უთანხმოებიდან ერთ-ერთი საკითხია. გაერთიანებული სამეფოს ინიციატივის ფონზე ისრაელის მხრიდან საჰაერო და სახმელეთო
შეტევები აქტიურად გრძელდება. ბოლო 24 საათში ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზაში 61 პალესტინელი დაიღუპა, 220-ზე მეტი კი დაშავდა. საერთაშორისო ორგანიზაციები კვლავ ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, ისრაელი კი პოზიციების დათმობას არ აპირებს.